წარმატებები. ტექნოპარკი და მეცნიერებათა სკოლა პედაგოგთა ციფრული უნარებით გაძლიერების მიზნით თანამშრომლობას იწყებენ. შიდა ქართლის მასშტაბით ეს არის პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ტექნოპარკის მხარდაჭერით სამუშაო პროცესში ოფიციალურად ნერგავს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებას. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი სწორედ მჭიდრო პარტნიორობას და სკოლის ციფრულ ტრანსფორმაციას ითვალისწინებს. თანამედროვე ტექნოლოგიებმა დღეს ძალიან სწრაფად შეაღწია ყველა სფეროში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ტექნოლოგიების განვითარება საგანმანათლებლო სისტემაში, ამიტომ იმისთვის რომ სკოლა იყოს ბევრად წინ განვითარებული, ორიენტირებული უფრო მაღალ ცოდნაზე და განვითარებაზე, ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ დაგვემყარებინა ურთიერთობები ისეთ კომპანიასთან, რომელიც დაგვეხმარებოდა ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში ჩვენ სკოლაში, გადაგვიმზადებდა მასწავლებლებს და მოსწავლეებსაც. ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როცა ხელოვნური ინტელექტი შემოდის სკოლაში რეგიონის მასშტაბით, ამიტომ ჩვენ თანამშრომლობა დავიწყეთ ტექნოპარკთან. დღეს მოეწერა ხელი მემორანდუმს ტექნოპარკსა და მეცნიერებათა სკოლას შორის და ვფიქრობ, რომ ეს თანამშრომლობა ეფექტური იქნება და სკოლა ბევრად უფრო დიდ ცოდნას, გამოცდილებას, განვითარებას მიიღებს, იმიტომ რომ მსოფლიო ფაქტიურად დღეს დაშენებულია უკვე ხელოვნურ ინტელექტზე. მემორანდუმის ფარგლებში მეცნიერებათა სკოლის პედაგოგებთან საინფორმაციო სახის შეხვედრაც გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად თითქმის ყველა სფერო, მათ შორის განათლების მიმართულებაც აღმოჩნდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეს თანამშრომლობა პედაგოგებს საშუალებას მისცემს AI ინსტრუმენტების გამოყენებით შექმნან ინოვაციური სასწავლო რესურსები დაზოგონ დრო და გაკვეთილები ბევრად უფრო ინტერაქტიული გახადონ. ტექნოლოგიური უნარების ათვისების შემდეგ გადამზადებული მასწავლებელი ციფრული სამყაროს ახალ შესაძლებლობებს შეიძენს და შესაბამისად სწავლების ხარისხს თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს. ძალიან მიხარია, რომ სწორედ მეცნიერებათა სკოლა იქნება ის სკოლა, რომელმაც გააფორმა მემორანდუმი ტექნოპარკთან და ხელოვნური ინტელექტის დანერგვა მოხდება მეცნიერებათა სკოლაში. ახლა 21 საუკუნეში, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიების ერაში ვცხოვრობთ, უკვე წარმოუდგენელია ალბათ ხელოვნური ინტელექტის გარეშე ცხოვრება და ეს ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს როგორც მასწავლებლებს, ისევე მოსწავლეებს. გარკვეულწილად ეს დაუზოგავს მასწავლებელსაც და მოსწავლესაც დროს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი და შემოიტანს ყველა იმ სიახლეს და იქნება ინოვატორი, რაც საჭიროა, რომ ხარისხიანი სწავლების პროცესი მიმდინარეობდეს სკოლაში. ტექნოპარკის წარმომადგენლებმა პედაგოგებთან შეხვედრისას აღნიშნეს, რომ ტრადიციული მეთოდები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდა, თანამედროვე ციფრულ თაობასთან კომუნიკაციისთვის უკვე არასაკმარისია. სპეციალისტების პროგნოზის თანახმად, ის საგანმანათლებლო კერები, რომლებიც ფეხს ვერ აუწყობენ ტექნოლოგიურ პროგრესს, ძველ მიდგომებში ჩაიძირებიან. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, რომ პედაგოგი იყოს თანამედროვე უნარებით აღჭურვილი მოსწავლეებისთვის იმ ცოდნის გასაზიარებლად, რაც მათ რეალურ ცხოვრებაში დასჭირდებათ. ხელოვნური ინტელექტი ძალიან მალე ტალღასავით გადავლის აბსოლუტურად ყველა სფეროს. მათ შორის საგანმანათლებლო სფეროსაც. ეს იქნება მასწავლებელი, ეს იქნება დირექტორი, ეს იქნება საგანმანათლებლო სფეროს ნებისმიერი წარმომადგენელი. თუ თავის ტრადიციულ ცოდნას არ დააშენა თანამედროვე ტექნოლოგიური უნარები, ის აუცილებლად იქნება გარიყული და მას აუცილებლად ჩაანაცვლებენ ის მასწავლებლები, ის პედაგოგები, ვისაც ექნება თანამედროვე ტექნოლოგიებში და ხელოვნურ ინტელექტში გამოცდილება და ექნება იმ უნარი, რომ ადვილად ადაპტირდეს თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოსთან. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მზაობა, რაც გამოიჩინა მეცნიერებათა სკოლამ, რომელიც ცდილობს, რომ ტექნოლოგიურ პროგრესს აუწყოს ფეხი და არ ჩამორჩეს დროს. მემორანდუმით გათვალისწინებული აქტივობები უკვე დაგეგმილია. 2026 წლის იანვრიდან მეცნიერებათა სკოლის პედაგოგები გადამზადების ინტენსიურ კურსს გაივლიან. გარდა ამისა, პარტნიორობის ფარგლებში მხარეები წლის განმავლობაში უფრო მასშტაბურ ინიციატივებზეც მსჯელობენ.